სრულფასოვანი თანაწამყვანი ხარ უკვე. პირველმა ეპიზოდმა სრულად დაადასტურა და გამოხმაურებამ ამ პირველ ეპიზოდზე ჩვენმა ერთობლივმა საუბარმა Playmakers-ის მმართველ პარტნიორებთან. ბურთი დამოვედანე ახლა ჩვენ ხელშია, მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრია გვაქვს შერჩეული და ამ ინდუსტრიის ყველაზე კომპეტენტური ჩემი აზრით არ დაწყდებათ კოლეგებს გული იციან ვისთანაც ვართ მუდმივად ამ თემებზე კავშირზე გიორგი სახოკიას და ანდრო გოცრიძე ჩვენთან ერთად არიან, ასე რომ გისმენთ. ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში მართლაც ეს ამპლუა თითქოს და რაღაცნაირად მოვირგე. გიორგი, შენ ძალიან დიდი დამსახურები და მივესალმები ნამდვილად სტუმრებს, რომლებიც ძალიან საინტერესო და რთულ თემას მე მგონია, რომ ძალიან საინტერესო წარმოადგენენ, იმიტომ რომ რთულ და კომპლექსურ თემას ესეთი საინტერესო სპიკერები სჭირდება, რომელიც ერთის მხრივ ამ სირთულის დაძლევაში დაგვეხმარებიან. და ალბათ გამხსნელი კითხვა იქნება ის, რომ კიბერუსაფრთხოება ეს არის ჩვენი ეპოქის და თანამედროვე ბიზნეს გარემოს და ყოველდღიური ცხოვრების მთავარი გამოწვევა. და ეს არის ძალიან მრავალფეროვანი რისკებისგან შედგენილი სისტემა და ამ რისკებს, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვეულწილად სწორად დანახვა და მართვა. და ნამდვილად ძალიან დიდი და დინამიური გამოწვევაა კიბერუსაფრთხოება და მოდით ამ გამოწვევას როგორ შეიძლება რომ გავუმკლავდეთ და გამკლავების რა მექანიზმები და მეთოდები არსებობს. როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის. კიბერუსაფრთხოება ის თემაა, რომელიც ბიზნესის და მედიის გემოვნებაზეც მეტყველებს და ძალიან საინტერესო და ძალიან კარგია მისასალმებელია რომ ამით ინტერესდებით, იმიტომ რომ პირველი კითხვაზეც რომ პასუხი გაგცეთ ის რომ 21 საუკუნეში პრაქტიკულად ყველა პროცესი დაწყებული კრიმინალიდან დასრულებული ბიზნეს პროცესებამდე და სახელმწიფოს მართვის ინსტრუმენტებამდეც არის კიბერსივრცეში მიგრირებული და უფრო მეტიც თუ ამას ვამბობდით 10 წლის წინ მაგალითად რომ არსებობს კიბერსივრცე როგორც ალკე დომეინი დღეს უკვე ასეთი რამ აღარ არსებობს იმიტომ რომ სად არის კიბერსივრცე უბრალოდ სად არ არის კიბერსივრცე ამაზე საუბარი რთულია მეორე ის რომ თავად კიბერდანაშაული და არა მარტო დანაშაულზეა ხო კიბერუსაფრთხოება ინციდენტებსაც მიემართება უკვე იმდენად კომპლექსური და ყოველდღიური გახდა რომ არ არის მარტო IT სპეციალისტების საქმე არ წყდება IT დესკზე და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ყველა IT სპეციალისტი რომლებიც საბედნიეროდ საქართველოში ყავს ვისაც მაღალი დონის მენეჯმენტი ვერ უწყობს ხელს რითი სტრატეგიის დაგეგმით თვითონ ამ დარგთან გარკვეული ფამილარობით ხო გარკვეული ურთიერთობით და მესამე ფაქტორი ასევე რაც არის გასათვალისწინებელი არის ის რომ კიბერკრიმინალი რადგან მაინც კრიმინალზე გვაქვს საუბარი არ არის ჩვეულებრივი კრიმინალი ჩემს ბავშვობაში ჩემს ახალგაზრდობაში კრიმინალი იყო გაცილებით უფრო ინტელექტუალურად უფრო დაბალი ვიდრე მაგალითად ბიზნესის წარმომადგენელი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი თუნდაც კანონმდებელი დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია ეგ საკითხი, იმიტომ რომ კიბერკრიმინალები სამწუხაროდ არიან ძალიან მომზადებული მაღალი ინტელექტის და არა მარტო ინტელექტის, არამედ თვითონ აი უნარების და გარკვეული ცოდნის მატარებლები, რომლებიც შეიძლება ბიზნესში ძალიან რთული იყოს, თუნდაც სახელმწიფო თვალსაზრისით რომ მოვიძიოთ და მეორეც ასევე რთულია გამოსაძიებლად ეს პრობლემა ხელმძღვანელობას ბიზნესის მენეჯმენტს ტოპ დონეს ხო ტოპ ლეველს ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს თუმცა ერთი რამ მარტივია რომ აბსოლუტური იმუნიტეტი ამისგან არ არსებობს უბრალოდ რისკების მართვა და თვითონ აი ეს რაღაც კიბერუსაფრთხოების მართვა შესაძლებელია მენეჯმენტის მხრიდან ჩართულობა და ამ რისკების უბრალოდ დანახვა და აღიარება აღიარებას ხელი შეუწყო საქართველოს შეხაჩერების პრაქტიკიდან გამომდინარე ახალმა რეგულაციამ. საქართველოში მოქმედებს უკვე რაღაც კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ არის მომხმარებელი ძლიერი აუთენტიფიკაციის წესი იქეთ ბანკებისთვის არის კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩო ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ თავიდან ეს ძალაში რო შევიდა ეს რეგულაციები ამ მენეჯერებმა უბრალოდ დაიწყეს ძებნა შესაბამისი კადრების რომელსაც ამ საქმეს ჩააბარებდნენ და ამათ სწორად მიიტანეს მენეჯმენტამდე ის რომ მის ბიზნესს, მის კონკრეტულად მის ფულს რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს. მანამდე მათი განწყობა იყო ესეთი, რა ახალი რეგულაცია შემოიღეს, რას გავიწროებენ ამ ბიზნესს
და მოდი შენ მიხედე ამას. და აქამდე ხო მუშაობდით ჩვეულებრივად, ეხლა რაღა უნდა მოხდეს. მაგრამ სინამდვილეში, როცა ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებმა თუ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა მათ სწორად დაანახეს, რა შეიძლება მოუვიდეს მათ კომპანიას, რა საფრთხეები შეიძლება, რა ინციდენტები შეიძლება მოხდეს, რა გავლენა შეიძლება ქონდეს მათზე. ანუ საბოლოო ჯამში საკანონმდებლო სივრცე მუბიძგა ბიზნესს, რომ იქ უფრო მეტი საფრთხე დაინახონ? ანუ რაღაცა თვალსაზრისით ბიზნესმა თვითონ ვერ დაინახა უსაფრთხოების რისკები? ჩემი გადასახედიდან ყველგან სადაც ეს ახლიდან დაიწყეს, 3 წლის წინ შევიდა ძალაში 2022-დან რა. და უბრალოდ კადრის მოძებნა დაიწყეს, რომ კანონი გთხოვს, რომ ეს ყავდეს ასეთი კადრი ამ პოზიციაზე და მოდი ამას ჩავაბაროთ ყველაფერი, მაგრამ თვითონ კანონი და სტანდარტი საერთაშორისო და კარგი პრაქტიკებიც ითვალისწინებს, რომ მენეჯმენტი, ანუ ეს პროცესი უნდა იმართებოდეს top-down რა ქვია, მიმართულებით. და მენეჯმენტი არის პასუხისმგებელი, ანუ როგორც იტყვიან ინგლისურად ultimate responsibility ეკისრება მენეჯმენტს. კანონთანაც, რეგულაციასთანაც და თავის ფულზეც და თავის კომპანიაზეც. რისკი იწყება მისი იდენტიფიცირებიდან და აღიარებიდან, რომ მიხვდები, რომ ეს რისკი გაქვს, მე უკვე მოქმედებ რა. რამდენად მზად არის ბიზნესი ამ რისკის სწორი შეფასებისთვის და თქვენი აზრი მნიშვნელოვანია კიდევ იმ კუთხით, რომ როგორ ვაფასებთ კიბერუსაფრთხოების რისკს? საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ სფეროსთვის, რასაც advisory წარმატებით წარმოადგენს, იმიტომ რომ კიბერუსაფრთხოება ერთი არის ფინანსურ აქტივების დაკარგვასთან მებრძოლი, მაგრამ მხოლოდ ბიზნესის ერთი ნაწილი თulis რომ მონაცემები, რომელიც ჩვენ კლიენტმა გვანდო, ის მონაცემები ჩვენია და მას რასაც უნდა იმას გავაკეთებთ, ერთჯერადად გამოვიყენებთ და თქვა დავდებთ სადღაც. არა და აქედან მოდის რისკების მეორე და ძალიან ისეთი მსხვილი წყება, რაც გულისხმობს კანონთან შესაბამისობას, ხო, compliance-ის რაც გულისხმობს, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვინახავთ ჩვენთვის მონდობილ პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც სადაზღვევო ბიზნესში ძალიან ბევრია და ძალიან სენსიტიური, იმიტომ რომ ჯანმრთელობის დაცვასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ძალიან ისეთი სენსიტიური ინფორმაციაა, მაშინ პირდაპირ ვდგებით ხოლმე სახელმწიფო ორგანოების მხრიდანაც დარტყმის ქვეშ სამართლიანად ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სავსებით სამართლიანად და შესაბამისად აქ გათვალისწინებულია არა მარტო ჯარიმები, ზოგჯერ შეიძლება შეჩერებამდეც კი მივიდეს საქმე. ამიტომ ეს საკითხი მენეჯერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიბერუსაფრთხოება ძალიან კომპლექსურია, იმიტომ რომ კიბერსივრცეში ჩვენ არ განვიხილავთ მარტო მანქანას, მარტო კომპიუტერს. კიბერუსაფრთხოება მიემართება იმ ინფორმაციას, რომელიც შიგნით არის განთავსებული ბიზნესის უწყლეტობას, ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი, რითაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას არის მიკუთვნებული კონკრეტულად სადაზღვევო ბიზნესი და საბანკოც და კიდევ რამდენიმე სფერო, ის სფეროები, რომელთა გამართული ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, მაგრამ არის კიდევ მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ძალიან მდიდარი კომპანიაც და ძალიან მცოდნე ტექნიკურად აღჭურვილი კომპანიაც კი, რომელიც ყოველგვარ დაცვის საშუალებას აყენებს სისტემაზე, ვერ იქნება წარმატებული თუ არ არის შესაბამისი ცნობიერება. Awareness raising-ი არის კიბერუსაფრთხოებაში ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა როგორ ვკეტავთ კარებს, თუ კი გასაღებს იატაკის, ესე იგი, ტილოს ქვეშ ვინახავთ, ხო, უხეშად რო ვთქვა გასაგებად. თუ კი თანამშრომელმა არის, ანუ ინსაიდერმა, ადამიანმა, ვისაც ლეგალური წვდომა აქვს ჩვენ სისტემებზე, არის ის როგორი კლიტე დააყენოს, როგორი გასაღები, ან ვის გაანდოს, ან არ გაანდოს ეს გასაღები, მაშინ ფაქტიურად ის გადაყრილი ძალიან ძვირი რესურსი, რაც კიბერთავდაცვას სჭირდება, არის წყალში გადაყრილი და შესაბამისი ამონაგები რომ ვერ ამოდის, ტოპ მენეჯმენტსაც ეს ხშირად გულს უტეხავს ხოლმე, არა და ძალიან მომგებიანი იქნებოდა და, ну, ესეთი პროდუქტიული ამ დროს მცირე ეს აქტივობების ჩატარება ამ თვალსაზრისით. კიბერუსაფრთხოება გამოდის, რომ თანამედროვე ბიზნესის მთავარი გამოწვევაა, იმიტომ რომ ბიზნესი ვერ განვითარდება ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გარეშე. და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია რეალურად არის საფუძველი სერვისების განვითარების და რეალურად ახლა თუნდაც სადაზღვევო ინდუსტრია რო ავიღოთ, რისკის მართვის მთავარი საფუძველი არის სერვისის ოპერატიული და ხარისხიანი მიღება, რაც ამ ციფრულ დიჯიტალურ სერვისებში ტრანსლირდება და გამოდის, რომ ბიზნესი უნდა განვითარდეს ტექნოლოგიებზე დაყრდნობით და ტექნოლოგია თავად არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი უსაფრთხოების თვალსაზრისით
თვალსაზრისით და ძალიან ისეთი მყარი, რაციონალური, სწორი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს და სადღაც იწყება და სადღაც მთავრდება მენეჯერის პასუხისგებლობა. აი ეს პასუხისგებლობის ხაზები როგორ გავავლოთ? თუ რეგულაციას დავუჯერებთ, პასუხისგებლობის ხაზი პირდაპირ გადის ტოპ მენეჯმენტზე. ანუ ტოპ მენეჯერი წვეთს. ანუ ბიზნესის მფლობელი არის პასუხისმგებელი თავის ბიზნესის უსაფრთხოებაზე. და ერთს დავამატებდი კიდე დაზღვევას და კიბერუსაფრთხოებას რაღაცა მსგავსებები აქვს ამ შემთხვევაში. ფულს იხდი. ბევრი. ხარჯი გაქვს, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ანუ პროდუქტი კი არის იდება სადმე. და რისკი. მაგრამ შენ არ არსებულ რაღაცას, რომელსაც ვერ ხედავ, იმას ცდილობ რომ დააზღვევან შეამცირო, მაგრამ უსაფრთხოება საერთოდ გჭირს ხოლმე, როცა ინციდენტები არ ხდება, მენეჯერები ფიქრობენ, რომ ეს თავისთავად არ ხდება, მაგრამ ნუ ბუნებრივი პროცესია ეს ყველაფერი. ხო, მაგრამ თანამედროვე მენეჯერებში ბუნებრივია ეს მიდგომა აღარ არის. ხო, ზუსტად ეგ არის. ოღონდ ერთი განსხვავებაა დაზღვევასა და კიბერუსაფრთხოებას შორის. ერთი ორს ვიტყვი, მაგრამ ერთი ყველაზე მთავარი რომ დაზღვევა კლიენტის მხრიდან ნიშნავს ამ კონკრეტული ინციდენტის მიერ გავლენის შენზე გავლენის შემცირებას. ეს არის ანუ პოსტფაქტუმ ინციდენტი რომ მოხდება მე რომ დაგეხმაროს და რაღაცა ფეხზე წამოგაყენოს. და კიბერუსაფრთხოება არის მეტწილად პრევენციული. განსხვავება კი არა თქვენ ახლა რა ძანეთ აბსოლუტური ხო, აბსოლუტური თანხვედრა, იმიტომ რომ რისკების მართვაში ჩვენ გვაქვს სიხშირე და სიმძიმე, რისკის წარმოშობის და ახლა რასაც თქვენ საუბრობთ, ანუ კიბერუსაფრთხოება რეალურად არის საფუძველი იმისა, რომ რისკი ან დადგეს ან არა, ან ძალიან მძიმედ დადგეს, ან საერთოდ არა. და რისკის თავიდან აცილება, რაც არის risk avoidance, რაც არის დაზღვევაში ძალიან საინტერესო ტერმინი, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი რამ უნდა გადაწყვიტოს მენეჯერმა, რომ ეს რისკი არ დადგეს, თორე სიხშირე და სიმძიმე მტერს და ავს, ხო? თუ რამე მოხდა. და გიორგის რეპლიკას რო გამოვეხმაურო. და ანდროს და გიორგის მონაყოლზე. ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვე. ვაიზერის სლოგანი არის ეს კომპანიის და პასუხისგებლობისკენაც მივდივართ. ერთი პრინციპიც არის, მან ერთ-ერთ სასერტიფიკაციო გამოსვლისთვის მეცადინეობდი და ანეკდოტივით შემთხვევა წიგნში რა. რომ კიბერუსაფრთხოების ერთ-ერთი პრინციპი არისო, რომ როდესაც გრიზლი გამწარებული მშიერი გრიზლი მისდევს ადამიანთა ჯგუფს, შენ თუ ამ ჯგუფში ხარ, რა არის ყველაზე აუცილებელი შენთვის რომ გადარჩე? და პასუხი იყო ეს, რომ გარბოდე იმაზე ოდნავ უფრო სწრაფად მაინც, ვინც ყველაზე ნელი ტიპი არის იმ ჯგუფში. რომ პირველი შენ არ გეტაკოს. ეგეც არის ამ შემთხვევაში, ყველაფერს ვერ დააზღვევ, 100%-ით ვერ შეამცირებ, მაგრამ თქვენმა პასუხებმა მივიყვანა კიდევ ერთ კითხვაზე, რომელთაც მინდა ერთგვარად ეს ნაწილი შევაჯამო, რომ გავიგე სხვაობები შემავსებლებიც, რაც მოყევით, მაგრამ მეორეს მხრივ რა შეუძლია ამ ორ ინდუსტრიას ერთმანეთისგან ისწავლოს? დაზღვევისგან კიბერუსაფრთხოებას სწავლა კი არა და უფრო მხარდაჭერა შეუძლია მიიღოს უფრო ქმედითი, რადგან დაზღვევაში მუშაობენ რისკების კარგი სპეციალისტები და მათ ვის თუ არა დაზღვევის მენეჯერებს ყველაზე კარგად ესმის რისკი რა არის და ასე შემდეგ. თუ მსგავსებაზე წავალთ, სიმდიდრესთან გვაქვს საქმე პრინციპში. ვაზღვევთ მაშინ, როცა რაღაც გვაქვს, თუ არაფერი არ გვაქვს, არაფერს დაზღვევა არ ჭირდება. შესაბამისად, კიბერუსაფრთხოებაშიც, ანუ ჩვენ ვიცავთ რას, უდიდეს სიმდიდრეს, ხო? მონაცემთა ანალიტიკა არის დღეს ყველაფერი კომპანიისთვის. ყველაფერი, მათ შორის აი ფიზიკური დაცვის სისტემებიც კი კიბერშია გადასული. ამიტომაც ეს სივრცე, როგორც ასეთი, არა კიბერსივრცე თითქმის აღარ არსებობს. ყველა რობოტები მართავენ უსაფრთხოებას, დრონები, ყველანაირი საშუალებაა. ამიტომ კიბერუსაფრთხოება უკვე ჩვეულებრივი საოპერაციო სივრცეა, საოპერაციო დომენი. დაზღვევაც აზღვევს იმას, რაც გვაქვს, კარგი იქნებოდა, ვთქვათ, ეშმაკის ადვოკატი ვიქნები, უდაზღვევო ცხოვრება, თუ არაფერი არ გექნება, ბუნებრივია, მაგრამ არაფრის გარეშე. ამ შემთხვევაში შეიძლება რამე დაგემართოს. ხო, ამას გულისხმობ ისიც ჯანმრთელობა, ხო, სიცოცხლეა, რაღაც ყოველთვის გააქვს, ანუ სიმდიდრე ან მატერიალური ან ისა და იგივეა ვთქვათ, იგაც აბსოლუტურად
უსაფრთხოდ ხარ მაშინ თუ კი არც აქტივი გაქვს, არც ფული გაქვს, აქ არაფერი, მაგრამ ასე ცხოვრება არ ღირს, ასე ბიზნესი არ არსებობს, ბიზნესის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს და ცხოვრებაც. ამიტომ ეს რაღაც საერთო არის და მეორე რაც ალბათ ერთმანეთის განსწავლა, გამბედაობა ალბათ, ხო? ჩვენ არ უნდა შევიკავოთ არ უნდა შევიკავოთ თავი ცხოვრებისგან. ჩვენ ცხოვრობთ, არსებობენ კარგი ბიზნესები, რომლებიც ამას აზღვევენ. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ზღვარის დაჭერა, სადაც უსაფრთხოების რეგულაციების გამო შენ არ მოკლავ ბიზნესს. კონიურულობა არის აუცილებელი, იმიტომ რომ თუ ყველაფერს გადაკეტავ, მაშინ პროცესი არ მიმდინარეობს. ამიტომ უნდა იყოს გამბედავი, არსებობს ხალხი კიბერუსაფრთხოებაში, ვინც დააზღვევს შენ მოქმედებებს, შენი როგორც მენეჯერისას. ძალიან დიდი დანაკარგი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში თუ არ გაქვს უსაფრთხოების სისტემები და მათ შორის რეპუტაციურიც. ეს არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი, მაგალითად არსებობს მონაცემები, არც თუ ისე ძველი, როდესაც ნებისმიერი ფიშინგის დეკლარირებისას მომხმარებლის 70-80% მაინც ტოვებს კომპანიას. იმიტომ რომ ფიშინგი თავისთავად ისეთი უბედურება არ არის, თქვა და მისი მიტიგაცია სავსებით შესაძლებელია, მაგრამ გაუცნობიერებელმა მომხმარებელმა ეს ხომ არ იცის, ის ფიქრობს რომ ამათგან ვიღაცის მონაცემი დაიკარგა და უკვე ესეთი რისკები და რეალურად გამოდის რომ ნებისმიერი უსაფრთხოება პირდაპირ პროპორციულ გავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებაზე იმ თვალსაზრისით, რომ რეპუტაცია აკარგინებს მას იმ შესაძლებლობებს, რაც შეიძლება რომ ფინანსური ზარალი უკვე ძალიან ესეთია ეფემერულია იმასთან შედარებით, რაც რეპუტაციული. ემოციაც არის, ხო? როდესაც მე ვიცი, რომ ჩემი მონაცემი ვანდე კომპანიას და ამ კომპანიას ეს მონაცემი მოპარეს და მათ არ შეინახეს ეს ყველაფერი უსაფრთხოდ, ბუნებრივია, რომ შემდეგ მიჩნდება გარკვეული შფოთვა ამ კომპანიასთან გავაგრძელოთ თუ არა ურთიერთობა. სახელის გატეხას თავის გატეხა ჯობია. გამბოვი. კი ბატონო, მადლობა დიდი მოგზანებისთვის სტუმრებს. ეს იყო Advisor-ის მორიგი რუბრიკა სოფო ლევანიძესთან და გიორგი ისაკაძესთან ერთად და მადლობა სტუმრობისთვის გიორგი სახოკიას და ანდრო გოცივიძეს წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საინტერესო თემებზე საუბარს სხვადასხვა ინდუსტრიებთან.